მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა ხდება მის ცხოვრებაში, არის თუ არა სხვა ახლა მასთან. დღეს გავაკეთოთ ერთპოზიციანი გაშლა, ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლები, უყურეთ ვიდეოს, დარჩით ჩემთან ერთად და ბოლომდე უყურეთ ვიდეოს იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი თემა თქვენზე რეზონირდება. ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, რადგან ინფორმაცია მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც ვიდეოს ჩართავთ, მოусმენთ და არ აქვს ხოლმე როდის განვათავსეს საიტზე ამას მნიშვნელობა. პირადი კონსულტაცია თუ გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მესენჯერში მომწეროთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ჩაიფიქრეთ ის პიროვნება, ვისაც გსურს, რომ დღეს რომ გვიპასუხოს და ვნახოთ, რა ხდება ამ პიროვნების ცხოვრებაში ახლა და არის თუ არა სხვა ახლა მასთან. მოკლედ დავიწყოთ ახლა აღწერა. თუ რას გვეუბნება აქ დღეს ტარო ჩვენ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ პიროვნების პირად ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც მის პირად ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს და ძალიან ერევა. მის გადასაწყვეტ საკითხებს უწყვეტს ვიღაც სხვა, შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს მისი. თითქოს თქვენს ურთიერთობაშიც მესამე პიროვნება ჩაერია და ამ ჩარევის შემდეგ თქვენზე წარმოდგენა ან თქვენთან დაკავშირებით რაღაც აზრი შეაცვლევინეს, ანუ დამოკიდებულება შეეცვალა უეცრად ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, ძალიან მოულოდნელად. მოექცა ვიღაც ბოროტი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ. ესაუბრა ისეთი ვიღაც, რომელმაც თქვენზე აზრი შეაცვლევინა. აქ ეს ადამიანი თქვენთან ან დაოჯახებას აპირებდა, ან უკვე ცოლ-ქმარი იყავით და ძალიან ცუდი კონფლიქტი მოხდა თქვენს შორის. გაჩნდა უნდობლობა მისი მხრიდან და ეს არის მესამე ადამიანის ენის ბრალი. ეს იცით თქვენ. თუ ესეთი ისტორია გაქვთ, დღევანდელი გაშლა არის თქვენზე. ძალიან სერიოზულად იყო თქვენზე განწყობილი ეს ადამიანი, თქვენთვის ყველაფრისთვის მზად იყო და ზუსტად აი ეს კარგი დამოკიდებულება, მისი მხრიდან პატივისცემა არ მოეწონა ვიღაც ისეთ ადამიანს, რომელსაც მასზე დიდი ზეგავლენა აქვს და აი ეს ცუდი ამბავი მოხდა. რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში? მოდით ვნახოთ და გავიგოთ. რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში? ძალიან არეული არის და ტყუილი და მართალი ახლაც ვერ გაურკვევია და ვერ გაუგია. რაღაცებს თითქოს ფიქრობს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. აქ განქორწინებული პიროვნება არის, ან თქვენამდე იყოს პიროვნება განქორწინებული, ან თქვენთან დაქორწინებას აპირებდა ეს ადამიანი, ან როგორც გითხარით, უკვე ურთიერთობაში, ქორწინებაში იყავით. მის ცხოვრებაში ჯერ კიდევ აი ამ საკითხის გადამუშავება ხდება. ისევ ფიქრებით ამ საკითხზე არის, ისევ ეს უტრიალებს გონებაში, ისევ ეს დღეს მომენტები ახსენდება მას.
სერიოზულ ურთიერთობებს გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ვიღაც არის შეყვარებული და მასთან ურთიერთობის აწყობას ცდილობს და შეიძლება ოჯახის წევრებიც ცდილობენ, რომ ჰყავდეს მეორე ნახევარი, ან შექმნას სხვასთან ოჯახი, მაგრამ ეს ადამიანი თავისუფალ ურთიერთობებზე არის გადასული, სადაც არანაირ ემოციას არ დებს და არც არის მზად, რომ მოკიდოს ხელი ახალ სერიოზულ ურთიერთობას და ამის სურვილი საერთოდ არ აქვს. თითქოს რაღაც მომენტში, იცით როგორი რაღაც არის, რომ თქვენთან მიმართებაში დიდი ზეგავლენა ჰქონდათ მესამე პირებს, მაგრამ თითქოს ამ პიროვნებამ უკვე გადაწყვიტა, რომ მის პირადში აღარავინ აღარ შეუშვას. ეცემა თუ არა თქვენთან დაბრუნებას ან დაკონტაქტებას. კი. მოვა ამის დრო, რომ რაღაცების გარკვევას მოინდომებს. როგორ მიიღებთ თქვენ? როგორც მოსალოდნელი არის, ხო? თქვენი განწყობა უკვე ძალიან ამ შემთხვევაში უკვე ძალიან იმედგაცრუებული ხართ. თქვენ უკვე ესეთი განცდა გექნებათ, რომ ნახეთ როგორი სიტუაცია არის, ქაღალდის კონსტრუქციაზე დგას გოგონა. რაც არ უნდა გითხრათ უკვე ამ ადამიანმა, თქვენთვის განაჩენი მაშინ გამოვიდა ამ ურთიერთობაში, როდესაც ამ პიროვნებამ სხვას დაუჯერა და თქვენ არა. თქვენთვის უკვე ილუზია იქნება ყველაფერი დანარჩენი. არის თუ არა სხვა ახლა მასთან. მოვიდა განდეგილის არკანში და ურთიერთობებზე საუბარი არ სურს. ახალ ურთიერთობაზე, ახალ სერიოზულ საწყისზე ფიქრიც არ სურს ამ პიროვნებას. თითქოს მის ცხოვრებაში სასიყვარულო საკითხი დაამთავრა და საბოლოო წერტილი დაუსვა. თქვენთან როგორც გრძნობდა თავს, როგორი ბედნიერიც იყო, ისევ ის წარსული ნოსტალგიები აქვს მას. მის შეცდომებს ნელ-ნელა გაანალიზებს, მოვა ამის დრო, რომ მის შეცდომებს გაანალიზებს. მარტოობა ძალიან შეაწუხებს, ახალ პიროვნებებთან ურთიერთობის წამოწყების სურვილებიც არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ის ადამიანი, რომელსაც ეს პიროვნება უყვარს და მასთან სურს ოჯახი. მაგრამ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ისევ შეკითხვები, ისევ შინაგანი პასუხგაუცემელი კითხვები აქვს საკუთარ თავთან, რამდენად სწორად მოიქცა თქვენთან მიმართებაში. ძალიან არეული არის, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მიდგომით მას რაღაც ტყუილის და მართალი ამბის გარჩევა ძალიან გაუჭირდა და დღემდე ეს ყველაფერი აწუხებს მას. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.